პირდაპირ პროპორციულად შენი წარმატება, ჩემი აზრით, უდრის აი ეს მეორე ნახევარი როგორი ყავს რა. ჩემმა ოჯახმა და აი ამ მეორე ნახევარმა სრულად შემიწყვეს ხელი იმაში, რომ აი დღეს როგორიც ვარ. იმიტომ რომ ადრე მე ესეთი არ ვიყავი რა. მეტყველებაც სხვანაირი მქონდა და პირველ სამსახურში რომ მივედი, მამა ჩემი მეუბნება, ხმას მოამოიღებ. რა პროსტა ჩუმად იჯექი და ისწავლე. ანუ აი ესეთ იმაზე რა და თიკოს ძალიან დიდი როლი და აი ყველამ ძალიან კარგად უნდა აწონდაწონოთ აი ვისთან ერთად ხარ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორ წრეშიც მოხვდები, კარგი ხარ, ცუდი ხარ, როგორ წრეშიც მოხვდები, გარდაიცვალე და გადაგწონს. ხო, აი ეხა ისევ ლემონდუს თემას დავასრულებ აქ, რომ პატარას ჩაიგითხები, ანუ შენ ჩვეულებრივად იყავი მე ეხლა რას წყვები ეგენი მაგრად მესმის, იმიტომ რომ მე თვითონ ეგენი გავლილი მაქვს და ან ჩვეულებრივ workaholic იყავი, რომელიც ფიქრობდა რომ თუ გინდა რომ იყო ტოპი, უნდა ვიმუშაო ვიღაცა სხვაზე მეტი, average-ზე მეტი. რატო ანუ შენც გეგონა რომ 8 საათი თუ მუშაობს average-ი, მეც თუ 8 საათი ვიმუშავებ, მე მასზე ვერაფრით განსხვავებული ვერ ვიქნები რა. რაც მაქენა ხო მოდის ეგ მაინცეტი. გვიანობამდე მუშაობა. ბარემ მეც ვიკითხავ და ბარემ გავაგზავნებინათ რა, რომ აი შეთავსების მომენტი რამდენად რთული იყო მაგ სიტუაციაში რა, ხო, ოჯახის და იმის რა, აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ამბობს მაგას რა, რომ აი ოჯახი ჯერ არ გვინდა, იმიტომ რომ რაღაცა კარიერულად შეიძლება ხელი შემეშალოს. კითხვი რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეგ ნაწილი რო შეგიძლია რომ გაშალო. თან რეალურად ეგეთი როცა ხარ შეიძლება თქვი ჭუბებიო რა, მაგ ბევრ პრობლემას იწვევს. მე ჩემ თავზე მაგ ეგენი ყველაფერი გადავლილი და აი მაგ ყველაფერს როგორ კი ფიქრია სადღაც რაღაც მომენტში რომ ესეთი რო ვარ, ოკეია, ტოპ კი მინდა რომ ვიყო, მაგრამ იქნებ მაინცეტის პრობლემაა, იქნებ ნაკლები მუშაობითაც შემიძლია ტოპი ვიყო.